ბიჭები ძალიან ხერვლად შემოვიდნენ, იმიტომ რომ აი სულ ძალიან პატარა არის ის თვითონ ახლა 8 ბიჭისთვის ხო დარბაზი ნორმალური იყო, კარგად დავეტიეთ ვინც ვიყავით, ბევრი ვიყავით, მაგრამ თვითონ საბრალდებო სკამი სადაც არის ადგილი, იქ 8 ბიჭისთვის არ არის 11 როგორ დაეტევა ოღონდ არ ვიცი და მოკლედ ყველა ერთმანეთს ადგილს უნაცვლებდნენ, რომ ყველა მისალმებოდა ყველას. ძალიან სუღიმილით შემოვიდნენ ყველანი, თითქოს შეცვლილები არიან ისინი, ვინც არ მინახიათ, თორნიკეს მაინც უხვდები. რაღაცა ატარები დაკაცებული გამოიყურებიან. და ჩვენც რა თქმა უნდა დიდი ხანია უკვე თვითონ ერთმანეთი რომ ნახეს ახლა დიდი ხანი არ უნახიათ ერთმანეთი ბიჭებს თვითონ ალბათ მაგიტომაც იყვნენ მე ერთმანეთს იქაც რაღაცას ეჩუჩულებოდნენ ის პროკურორი რომელიც იყო ერთი პროკურორი იყო და მეორე არ იყო აი ადამიანი რომელსაც არც ასე გაუხედია არც ბიჭებისთვის შეუხედია და აი ესე იჯდა თავჩაღუნული საერთოდ არა უწევია თავი მაღლა დარბაზისკენაც არ გამოუხედია ამიტომ ხდება ის ძალიან კარგად ხდება რომ დანაშაულო ახალგაზრდები ალბათ თუ ქონდა სირცხვილის გრძნობა ქონდა რომ ერთი წელი ხდება სადაც არის რომ ბიჭები საშიელს იხდიან მაგრამ ამაყად და ჩვენ ყველანი ამაყები ვართ ვინც რა უნდა ის თქვას გაიგონებენ და მე ილამძღებიან ეს ქოცალა ვიღაცეები რა ნამდვილები არიან თუ არა ისიც არ ვიცი ჩვენც რა ვიცი წამოვედით ისე და განსხვავებული რაც იყო ამ სააპელაციოში იყო განსხვავებული მანდატურები სხვანაირები თითქოს უფრო მაღალი რანგის მოსამართლეა იქ ხო ალბათ რადგანაც არის სააპელაციო ხო ზედა ინსტანცია და ესენიც შერჩეული თანამშრომლებიც მანდატურებიც არიან ალბათ ესეთები ყველა აბსოლუტურად სხვანაირად უფრო მორიდებით მოკრძალებით გვექცეოდნენ ყველას და ადრეც ხო ისე როგორც უნდა იქცეოდეს წესით მანდატური უბრალოდ საქალაქო სასამართლოში აუცილებლად იქ არ ვიცი იქ რა ხდებოდა საერთოდ სახეები გვახსენდებოდა უკვე იმათი და მოსამართლეც ახლა მე იცით თქვენ რომ მე თამარ ჭედლიშვილის მიმართაც ვარ კეთილი განწყობილი და ეს მოსამართლეც აღნიშნეთ კიდეც რომ აი ძალიან ისე უსმენ და ძალიან ისე ეკითხებოდა ყველა პატიმარს და რა თქმა უნდა ადვოკატებმა ყველამ აღნიშნეს რომ ესენი არიან უდანაშაულოები და მათ არ ეკუთვნოდათ არც ის 2 წელი რაც სასამართლომ გამოუტანა და მიმართეს რომ ალბათ გექნებათ საშუალება იმისა რომ გაამართლოთ რა თქმა უნდა პროკურორი ალბათ ყველა პროკურორის არ ვიცი ალბათ ესე ხდება რაც თქვა პროკურორმა ისიც ვერ გავიგონეთ მე მაგალითად ვერ გავიგე იმიტომ რომ თავისთვის რაღაცა ორი სიტყვა ჩაილაპარაკა და ეგ იყო რა რაღაცა თუ ხო ნუ მათი მიზანი არის ის რომ ყოველგვარი მტკიცებულებების მაგრამ რაღაცა იმედი ალბათ არსებობს იმისა რომ სააპელაციო რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს არ ამგონია რომ დაუმატოს საშილი გადის ერთი წელი და მაინც იქნება ახალი წლის მერე მაინც ვფიქრობთ რაღაც იყოს შეეხოს რაღაცა თორე თვითონ ისინი არაფერს დაწერენ და თუ ესეც არ შეეხებათ მე ერთი დედა ვამბობ იმას რომ ჩემი შვილი მოიხდის იმ სასჯელს რაც დააკისრეს უკანონოდ მაგრამ ამაყად ყველამ არც ერთ პატიმარს შეწყალებაზე არ დაუწერიათ და ისინი ღირსეულად იხდიან ამ სასჯელს. ნამდვილად არა მხოლოდ თქვენ, ჩვენ ყველა ვამაყობთ თქვენი ბიჭები და მინდა რომ აქედან კიდევ ერთხელ მოვიკითხო და ძალიან დიდი სიყვარული და მოკითხვა გავუგზავნო ყველა იმ ადამიანს რომელმაც მართლა აი განუზომლად ღირსეულად ჩააბარეს ყველა ის გამოცდა აი ამ უსამართლობის უკანონობის წინაშე რაც მათ თავს დაატყდათ და თქვენ აღნიშნეთ კაპიტან მარიზი რომ უკვე ერთი წელი ხდება ძალიან მალე რაც ეს ბიჭები თუ გოგოები არიან აი ამ უკანონო პატიმრობაში მაგრამ საქმე ის არის რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ უკანონობის ასე ვთქვათ წებით არ დასრულებულა ის რასაც აკეთებს ოცნება განსხვავებული აზრის წინააღმდეგ და ის ნოემბერ-დეკემბრის დღეები სადაც ჩვენ კატასტროფა ვნახეთ მართლა კოშმარი რაც დაატრიალა ქართულმა ოცნებამ ხალხის წინააღმდეგ ახლა უკვე ცოტა სხვა ფორმით, მაგრამ მაინც გრძელდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჯარიმებმა არ იმუშავა, ეს ხალხი მაინც გამოდის რუსთაველზე. მერე შემოიღეს 15 დღიანი პატიმრობა, შემდეგ 1 წლიანი პატიმრობა გზის გადაკეტვის გამო და სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ამის შემდეგ პროტესტი, როდესაც დაიწყო უკვე მსვლელობები და დაიწყეთ პატარა ქუჩებზე მოძრაობა და რუსთაველის იქეთაც გავიდა უკვე ეს პროტესტი და ისევ კონტრშედეგი, უკუშედეგი მიიღო ქართულ
ქართულმა ოცნებამ. ხო, ამის შემდეგ რას ხედავთ ჩვენ უკვე უშუალოდ პოლიციის მაღალჩინოსნები არიან ჩართული ძალადობაში და იმ მოქმედებებში, რასაც ისინი აკეთებენ კამერების თვალწინ, ხო? თქვენ ერთი წელი ქუჩაში ხართ და სულ უყურებთ, ხო, პოლიციის მოქმედებას და ჩვენ წინა შეხვედრაზეც საუბრობდით, რომ უკვე ამ პოლიციამ გაგვიცნოა ერთი წლის განმავლობაში, მაგრამ ის რასაც ჩვენ ახლა ბოლო დღეებში ხედავთ, თუნდაც აი გოგა მემანიშვილი რომ მოვარდება და როგორ იქცევიან, ხო? აი ეს რას ნიშნავს, კაპიტან მარიზი, რა სახეა ეს, რა არის, რა საჩვენებენ ამით? აი ვეღარაფერს ვეღარ ხვდებით, იმიტომ რომ ეს მაღალჩინოსნები დარბიან ქუჩაში და როგორები დარბიან მე. გაიქცევიან, იქ გადაკეტავენ ეს ხალხიც ხო, ძალიან ანერვიულები, აშკარებულები ძალიან. აი დაეტაკებიან ამ ხალხს, ხან ზებრას იცავენ, ხან გიორგაძეს იცავენ. მართლაც რო არაფერს არ აშევებდა და მოდის ჩვეულებრივი მსვლელობით მასთან ერთად ვარ. თქვათ მეც და ვიცი რომ არაფერს არ ვაშევებდა. როგორი დაეტაკნენ ქალს და მიათრევენ მიაფხოკიალებენ აი არ ვიცი აღარაფერს აღარ ცვენიათ და ისე არიან განერვიულებული ხანდახან ვფიქრობ რომ იქნებოდა ჩვენზე კი არ ბრაზობენ უფრო იმ თავიანთ უფროსებზე ბრაზობენ იმიტომ რომ ის ასე დავალებას აძლევს პოლიცია ესის სახელს ვეღარასოდეს ვეღარ აღიდგნენ თამარ რამდენი წელი უნდა გავიდეს რომ პოლიციამ საქართველოში დაიბრუნოს თავისი სახელი იმიტომ რომ ყველაზე სამარცხვინოდ იქცევიან აი ამ ერთ წელს ჩავთვლი, დანარჩენს აღარ ჩავთვლი. ამ ერთ წელს ჩავთვლი, რაც ქუჩაშია პროტესტი, ესენი იქცევიან ძალიან სამარცხვინოდ. ესენი ამათ პოლიცია აღარ ქვიათ, არ ვიცი რა, ხანდახან ვიღაცამ შეიძლება მონკლას პროტესტანტმა, რომ ხანდახან შინაგანად შემეცოდებიან ხოლმე, იმიტომ რომ იქნებოდა ჩვენზე კი აღარ ბრაზობენ. აგრესია გადმოაქვთ უბრალოდ ჩვენზე, თორე ვნახეთ, რომ სათამაშოს ჭვიტინის გამო, პირბადის გამო აღარ დატოვეს აი მოდიში და პირის ღრუში ჩაახედეს ეს პოლიცია. აი გუშინაც არ ვიცი, დაიდო Facebook-ზე, გოგო იყო პოლიციელი, რომელსაც გაშლილი ხელი ეჭირა. ისე არიან უკვე გამწარებულები, რომ რისთვინაც ხალხი დაიჭირეს, მზია ამაღლობელიც და კიდე სხვებიც თვითონ აკეთებენ უკვე ამას პოლიციელები. და გუშინ მაგალითად მარჯანიშვილზე პოლიციამ გადაკეტა გზა, სავალი გზა გადაკეტა პოლიციამ, იმიტომ რომ ჩვენ მივდიოდით საფეხმავლო ბილიკზე. ყველანი აკეთავს და იქითაც და ვინც იყო ორგანიზატორი მოუწოდებდა ყველას რომ არ შეხვიდეთ კომუნიკაციაში პოლიციასთან არც შევდივართ უბრალოდ ისინი ცდილობენ რომ აი თვითონ რატო გამოიწვიონ რატო იღებენ აი იმ დღეს მაგალითად აგე შემოგვიერთდა ლუკა და იმ დღეს ჩემ გვერდში იდგა ლუკა და გამოაცხადა რომ დამთავრდა და ჩავიდეთ კიდეებზე ფეხით და ამის თქმა იყო და თან რო გაგიხარდებოდა უცბად ჩემ თვალწინ უკნიდან დაახტა ეს პოლიციელი აი ზურგიდან ეპარებიან ახალგაზრდებს და არასოდეს არ იყო საქართველოში ესეთი რამ მიღებული რომ ზურგს უკან ადამიანი თავს დაგესხას და ამას უკვე აკეთებს ქართული პოლიცია და ეს არის ის რომ მე მგონი ჩვენზე კი არ ბრაზობენ იმათ არიან გამწარებულები და იმიტომ აკეთებენ ამას რა კი ბატონო აი ლუკა შემოგვიერთდა ლუკა ხიზაძე სამოქალაქო აქტივისტი სტუდენტი რომელსაც ყვებოდა ახლა ქალბატონი მარისი თქვენი გადაცემის სამბა იდგა და უცბად რო გამოაცხადა რომ ჩავიდეთ კიბეებით და უკნიდან დაეტაკა ეს პოლიცია თავის ხელში ის რუპორი ეჭირა რა და მე დავიყრებაში რომ ლუკას აიყანეს ხო ესეც მემანიშვილი ხო არ იყო ლუკა აი რა მოხდა და ჩვენ ახლა მე და ქალბატონი მარიზი ვსაუბრობდით იმაზე საერთოდ რა ჭირს პოლიციას ეს ბოლო დღეებია განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავენ და უშუალოდ მაღალჩინოსნებიც არიან ჩართულები აი იმ პროცესში რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რას ნიშნავს ეს თქვენ მოგესალმებით პირველ რიგში მე აქ ერთ რაღაცას ვუკავშირებ ეს არის 28 რიცხვი მოდის ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია მე დარწმუნებული ვარ ხა ჩვენ რა ემოციებიც გვაქვს 28 რიცხვის მიმართ ხო გვახსენდება ის რაღაც ტალღა დიდი საპროტესტო ტალღა რომელიც ესე უცბად არავის დაორგანიზებული არ ყოფილა გამოვიდა ქუჩაში და დაიწყო რაღაც რამდენიმე დღიანი 100,000 ადამიანი იკრიბებოდა ხოლმე ყოველდღე პარლამენტთან და თქვენ წარმოიდგინეთ ხა ბიძინა ივანიშვილი ყობახიძე და ისინი ზემოთ მაღალჩინოსნები ვინც არიან აი ამათ რა ჭირთ ახლა ამ დღეებში როცა
მოზარვა რიცხვი ახლოვდება, ხო? მით უმეტეს ეს არის ძირითადი გამომწვევი ფაქტორი, ხო, რის გამოც ესეთი რაღაცნაირად გამგელებულები არიან, რომ რაღაცნაირად მეტი შიშით შეძლონ თითქოს ამის ჯერათ, რომ მეტი შიშის დათესვით შეძლებენ ადამიანების გაჩერებას, ხო? ანუ ისინი უყურებენ როგორ ჩვენ უნდა შევაშინოთ ეს ხალხი, რაღაცნაირად არ ვიცი, დავიჭიროთ, დავაჯარიმოთ და ასე შემდეგ და ვითომ აღარ გამოვლენ და გაჩერდებენ, მაგრამ აქეთ მხარეს რეალურად, ხო? თუ იმეს კითხვა აქვს რაღაცა რომ აი რა ვქნათ ახლა, რა უნდა გავაკეთოთ, თქვა შიში შეიძლება იყოს და ასე შემდეგ, ამაზე ერთადერთი პასუხი არის, მოდი შევხედოთ ისინი როგორ ფიქრობენ. ისინი ძალიან შეშინებულები არიან, ხო? 28 რიცხვით, იმიტომ რომ დიდი აქცია იქნება და ხალხი გამოვა და ამდენი ხანია, ხო? რავი, გვიჭერენ, გვაჯარიმებენ და ხალხი ვერ გააჩერეს და კიდე ეშინიათ ამ ხალხს, იმიტომ რომ მაინც რაღაც ყველაფერს აკეთებენ და არაფერი არ გამოსდით და მით უმეტეს 28 რიცხვი მათთვის რაღაცა ტრიგერი არის, ხო? ძალიან ცუდად აქვს წარმოდგენილი, ძალიან ფანტაზიებში, ხო? ფიქრში ძალიან არ მოწონთ ეს რიცხვი და ამაზე არიან გამგელებულები და ეს ბრძანება მისცეს პოლიციელებს, რომ პოლიციელები ხა თავისით არაფერს არ დაიწყებენ დაკავებებს, უბრალოდ ბრძანება არის, რომ უნდა დააკავოთ, რაც შეიძლება მეტი შიში უნდა დათესოთ და ამაზე ჩვენი ერთადერთი პასუხი არის, რომ ვისაც შეუძლია, ხო, ვინც გაუძლებს ამ დაკავებას, დაჭერას, ვისაც წიყოფნა შეუძლია, ვისაც აი ეს რაღაცა ჟინი აქვს, ბრძოლის ჟინი აქვს და ეს რაღაცა ენერგია, ხო? მან ამ შემთხვევაში უნდა გამოიჩინოს, ხო, ეს რაღაცა სულისკვეთება, გმირობა და ვისაც რაღაც ცოტა ისე უნდა გადაიტანოს და რაღაცნაირად დაკავების შეიძლება შიში კონდეს, მათ არა პრობლემა, ფრთხილად იყვნენ მაქსიმალურად, გადაურჩებიან დაკავებას და თუ დააკავებენ კიდე ეგეც არ არის დიდი პრობლემა, ძალიან მალე, ძალიან მარტივად გადაიტანენ ამ ყველაფერს. ხო, კი ბატონო, მაგრამ აი ერთ თემაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება და ლუკა განსაკუთრებით თქვენთან, იმიტომ რომ თქვენ არაერთხელ ყოფილხართ დაკავებული და თან ის ადამიანები, ვისაც აკავებენ რუსაველის გამზირზე, გაქვთ მათთან კომუნიკაცია. დღეს ალექსანდრე დარახვერიძემ გელაგელაძის მოადგილემ თქვა, რომ აი ეს გაშიშვლების პრაქტიკა, რაც შემოვიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს არისო იმ მიზნით, რომ დაზიანებები ინახოს სხეულზე და რომ მთლიანად უნდა დაათვალიერონ და ეს არისო კანონიერი საქციელი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან. არის თუ არა ეს ღირსების შემლახავი მოპყრობა? გასაგებია, რომ პოლიციას აქვს თავისი პროტოკოლი, თავის ვალდებულებები, მან უნდა შეამოწმოს, თქვათ, აქვს თუ არა მიღებული აქციის მონაწილეს დაზიანება, ის შემდეგ უნდა აღწეროს და ასე შემდეგ, მაგრამ ის თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი და არის თუ არა ეს ღირსების შემლახავი, ის ქმედება, რასაც ისინი აკეთებენ, თუ ეს არის აი მართლა როგორც დარახველიძე ამბობს კანონის აღსრულება და კანონიერი ქმედება. აი ამ ნაწილზე რა სიტყვით? ეს არის კიდევ ერთი ცდელობა, რომ აი რაღაცნაირად დაამცირონ ის ადამიანები, ვისაც აკავებენ. იცი რა არის, მე არ მგონია აქციის მონაწილეს რომ დაზიანება კონდეს სხეულზე მიღებული, პოლიციელის კითხვაზე თქვა დამალოს რომ დაზიანება არ აქვს მიღებული. პირველ რიგში აქციის მონაწილის ან დაკავებული ადამიანის მიზანი არის ის, რომ თუ მას რაღაც დაზიანება აქვს, ეს ჩაიწეროს ოქმში და მაქსიმალურად საჯარო გახდეს და ეს საქმის წარმოებაში ან შემდეგ სასამართლოში ეს გამოადგეს ეს თავისი ინფორმაცია და არ ამგონია ახლა ამისთვის გაშიშვლება იყოს საჭირო, ის ადამიანი თუ დაზიანება აქვს თვითონ იტყვის და პოლიციამ თუ კითხავს ამაზე ჩაუბარდა ექნება პასუხი. ერთადერთი ახლა აქ უბრალოდ ეს რაღაც ძველი შემორჩენილი რაღაცა ვისაც მოწონს ეს, ხო, რა პოლიციელები არიან, რომ ამით რაღაცნაირად იღებენ სიამოვნებას და აქცინიან, გეღადავებიან რაღაცა ეს ჩვენ მეგონი რა ვიცი, ვინც ერთხელ ორჯერ დაკავებული არის, უკვე რაღაც ძალიან ისე ჩაუბრიათ და ამის უფლებას არ აძლევენ, რომ აი რაღაცა სიცილ კისკისით ჩაიაროს ამ პროცესმა ძალიან ჩაუბრიათ, ძალიან ისე მესმის რომ ეს ღირსების შემლახველად რასაკვირველიც არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეს კიდევ ერთი რაღაცა პატარა დეტალი, რაც იყენებენ ჩვენი ამ რაღაცა. ხო, და კეთი ხუსკივაძე მაგალითად ყვებოდა ლუკა და ქაბატონ მარის რომ ჯერ ხო დაკავების დროს აგინა მემანიშვილმა, მერე იქ ეგრეთ წოდებულ სამარშრუტოში, სადაც შეაგდეს იმ მანქანაში, იქაც შემოიხედაო და იქაც განაგრძო გინება. ანუ ყველაფერს აკეთებენ, ეს არ არის მხოლოდ ეს პროცედურა, რასაც პროცედურას ეძახის ალექსანდრე დარახვეძე, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ ადამიანებს და რაღაცნაირად კიდევ უფრო მეტად გამოიწვიონ ეს ხალხი შემდეგ უკვე რაღაც კონფლიქტზე, ხო? კი, ეს ეხება უბრალოდ მე ყოველთვის და ეხლაც იგივეს ვიტყვი, რომ ჩვენი მიზანი, ჩვენი რაღაცა ეს სულისკვეთება არ არის ის, რომ თქვათ რაღაცაზე გავამახვილოთ ყურადღება მეტად, რაც ცუდი ხდება რა. ანუ რატო ხდება ეს არის, ხო? ეს ადამიანები იმიტომ აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ მათ ეშინიათ რაღაც ცუდი მოხდება, ხო? მათ ეშინიათ, რომ ეს ხალხი არ შეშინდება, ეშინიათ, რომ არ გავჩერდებით, ეშინიათ, რომ გაგრძელდება ეს ბრძოლა და ძალიან ეშინიათ იმ რაღაცები დაკარგვის, ხო, იმ რაღაცა პოლიციელები, რაღაც ჩინოსნები ვინც არიან, ხო, რაღაცა აქვს თავიანთი ბენეფიტები, რაღაცას იღებენ, გამდიდრება,
ოჯახი ასე შემდეგ და ამა ეს თბილი პოზიციის დაკარგვა არ უნდათ. და ამიტომ არიან ესე და ის პატარა პოლიციელებიც ვინც დაბალ რანგზე არის ისინი კიდე უბრალოდ ვერ წამოვლენ ვერცად ვერაფერს ვერ იზამენ ხო იმათ ხელები აქვს შეკრული ფაქტობრივად ის მონები არიან ფაქტობრივად სავარაუდოდ უკვე ვიცნობთ ყველა მიცის რა ხდებოდა იმათ არ შერჩებათ ის ადგილები და მე მგონი ეგინიც როგორც ჩვენ ვიბრძვით რომ ეს ქვეყანა დავეხსნათ ეგინი კიდე იბრძვიან რომ თავიანთი ადგილები შეინარჩუნონ მე ვიკითხე სხვათა შორის რომ რაღაცა იყოს და დამაკავონ რა ხდება მე ქალებს ვისაც ხო, იმიტომ რომ მაგრამ ლუკამ სწორად თქვა და მე ვერჯერ მithქვია რომ მე ვფიქრობ თამარ ყველა არ არის ესეთი იმიტომ რომ მე მომისმენია მაგალითად რომ არა პირიქით ვიღაცამ შაურმა მიყიდა გზაში და რაღაცა უთქვიათ ეგეც იქ ვიქია ალბათ არ არის და ესენი არიან გამხეცებულები და მე ასე ვიტყვი და ზუსტად ასე იქნება ესენი იქნებიან ოჯახებში და წესეთები თამარ ისინი იქნებიან მოძალადეები ოჯახებში და გამოყრილები არიან პრინციპში ქუჩაში რა და ალბათ ახლა აქ ამ ძალადობას აქეთ იჩენენ რა. მე აგრესიას ანხევენ ასე ვთქვათ. მართალი თქვა ლუკამ რა, ეს არის ალბათ მთავარი მიზეზი. ვერც ერთ ეტაპზე ერთი წელი ხდება მეგობრებო, ეს არის მართლა უპრეცედენტო ამბავი, ვერაფრით, ვერანაირი მეთოდით, ვერანაირი ძალისხმევით მილიარდერმა ოლიგარქმა, სასტიკმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ ჩააქრო ეს პროტესტი. რა ნაბიჯიც გადადგა პროტესტის ჩასახშობად პირიქით მიიღო უკუ შედეგი და აი ახლა ბოლოს მინდა ორივეს კითხოთ ზუსტად 28 ნოემბერზე ერთი წელი მას შემდეგ რაც პრაქტიკულად საკონსტიტუციო გადატრიალება მოაწყო ივანიშვილის რეჟიმმა ირაკლი კობახიძის პირით. რა უნდა იყოს ეს დღე ქალბატონ მარისი თქვენ და შემდეგ ლუკა დაასრულოს. მე ვამბობ რომ მე 28 ნოემბრის მერე მანევდის ყველა მიცის რომ სულ ვიყავი აქტივისტი უკვე რა ასაკში ვარ მაგრამ 28 ნოემბრის მერე მე ერთი პატიმრის დედა ვდგევარ ქუჩაში და ვარ სულ აქციაზე არავის მოწოდებაზე კი ბატონო დაიგეგმება მარში რა თქმა უნდა იქავარ მაგრამ ვინმეს მოწოდებაზე რომ არა ეხლა უნდა გამოხვიდე შენ იმიტომ რომ 28-ად ერთი წელი ხდება მე იქ ვარ ყოველთვის მე უბრალოდ თხოვ ადამიანებს ვინც დღეს ჩვენ გვერდში დგანან და ესეთი ხალხია ძალიან ბევრი იმიტომ რომ ზუსტადაც ვიტყვი რომ 4 ოქტომბერმა დაგვანახა ხალხის რაოდენობა მოდი ყველაფერს თავი დავანებოთ რა მოხდა არავინ არ იცის მაგრამ 4 ოქტომბერმა მე პირადად დამანახა ხალხის რაოდენობა და სულ მაქვს შინაგანად იმის იმედი რომ ეს ხალხი ისევ გამოვა ქუჩაში. რა თქმა უნდა, აი უკან რომ გამოვიდეს და დაიძახოს, აი მაშინაც გამოვა ის ხალხი ქუჩაში. და ამიტომ მე სულ ვდგევარ 28-შიდაც რა თქმა უნდა იქ ვიქნები და აი ვიღაცა რო ფიქრობს ეშინია მე ხო ჩემ თავზე ვფიქრობ რომ არ მეშინია, არაფერს არ მეშინია, გინდა დამიჭირეთ, რაც გინდა ის. არც არავის არ ეშინია. არავის არ ეშინია. იქ უნდა მოვიდეს კოცი. აი ჭყვიტინას ათამაშოსიც კი ეშინია. მე ადამიანი რო შემეკითხა რომ ადამიანი რო შემეკითხა რომ ჭყვიტინას ათამაშოსთვის დაიჭირესო და მე ვთქვარ ხვალ ქვეყნის ჭყვიტინას ათამაშო იქნება იმ აქციას და მართლა ეგრე იყო და ვიღაცას მივწერე კიდეც რომ რა მაინდა-მაინ ეგეთი გიყიდიათ სადიხიდეთ მეც ვიყიდე. ხო და იცი რა არის არ ვარ თანახმა თამარ ნამდვილად არ ვარ პატარა არა ვარ რომ შენ მიხვიდე და პოლიციელს ასე ყურში უჭყვიტინო ახლა სპეციალურად რა იმიტომ რომ დავიჭერს ხოსნის და აღჭურვის პროგრამაა ერთგვარი ქალბატონო მარიის აი არასოდეს არ ვარ იმისის და აცხადებენ კიდევაც აგერ აქტივი ვინც არიან ხოლმე რომ მოერიდეთ თქვა არ გამოიწვიოთ პოლიციელები და ვიღაცა ეთყობა მაინც ვერ ითვეს აქედან იქიდან ვერ ითვეს აქედან და რაღაცას ენას უბრუნებს ან რაღაცა და მე ზუსტად მაგას იმახსოვრებენ და იჭერენ თან როგორი დადიან ხოლმე ეძებენ ადამიანებს ხო აი იას შემთხვევაში მაგალითად სპეციალურად ხელი ვიყავი და ვნახე და მე მაგალითად ლუკა როცა დაიჭირეს ზუსტად ლუკას გვერდში ვიდექი და ეს პოლიციელი ისე იყურებოდა რომ მე მეგონა რომ შეიძლება მე დავიჭირე იმიტომ რომ პატიმრის დედა ეხლა ხო და ცოტა ისაა მეთქი მოემზადო ეხლა არ მეცეს და არ ეცაუცბად ლუკას ეცაუცბად გაირევით გინი დავიყვირე რომ ლუკა წაიყვანეს მეთქი იმიტომ ეს სხვა რელოდებოდა ზურგიდან დაეტადა ისე ხო იმ მომენტში არაფერი ხდებოდა რის გამოჩერებოდა რომ პროტესტმა მოუჭირდებათ მიზეზი მაგრამ აი ხანდახან მე იცი იმ წუთში ყველა ვიწყენთ რაღაცნაირად რომ ვაიმე ლუკა დაუჭერიათ ვაიმე ის დაუჭერიათ და რაღაცნაირად ვიწყენთ ყველანი და მე უცბად ერთმანეთს მოუძახებთ ხოლმე მე რა რომ დაიჭირეს თვითონ სიცილით მიდიან ესინ და იქიდან ყურიათ ზეცლორიგარკი ნამდვილად ეგრეა ლუკა ხდებიან რომ ჩვენ მე პროდუქტებით და იმით
ხო, არა, ნამდვილად ეს საოცარი სიმტკიცის და სოლიდარობის ერთი წელი ნამდვილად აჩვენა, ხო, სამოქალაქო საზოგადოება. აი ეს ბაისო გუჯობიძე წავიდა 23-ში ლაითურში. და იქ წაუღო იმ რუსის ბიჭი რო გადაიყვანეს რა გვარია ის აღარ მახსოვს, იქ წაუღო პროდუქტი. კი, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და ალბათ ეს არის მთავარი ადამიანები და გვიყვარს ერთმანეთი. ეს მთავარი საფუძველი, რაზეც დგას მთელი ეს პროტესტი და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ რა გაჩვენათ ლუკა ამ ერთმა წელმა და როგორ ფიქრობთ, აი 28-ის შემდეგ, ხო, ნუ ალბათ არ არის საჭირო რომ რაღაც კონკრეტულ თარიღებს ჩამოვეკიდოთ, მაგრამ თვლით თუ არა რომ კიდევ რაღაც ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს ეს პროტესტი. კი ბატონო, პირველ რიგში ერთს ვიტყვი, რა არის 28-ის მიზანი, ხო, თავარი არის ეს, რომ ხალხი თქვათ რატო უნდა გამოვიდეთ, რა მინდა, ასე შემდეგ, ამ ბევრი თარიღი არის ხომ, ძალიან ბევრი დიდი აქცია და რატო უნდა გამოვიდე, ხო? თავარი მიზანი არის ეს. ამდენ ახლა ეს ბოლო დღეების განმავლობაში პოლიცია ესეთი გამგელებულია და ხალხს იჭერს, ხო? მათი მიზანი არის აშკარად, რომ 28-ში ნაკლები ხალხი გამოვიდეს. მათი მიზანი არის, რომ ის არ განმეორდეს, რაც მოხდა 1 წლის წინ 28-ში, ხო? ამიტომ ეს თუ არ მოხდა, ხო, ეს თუ არ ვაჩვენეთ კიდევ ერთხელ, ეს იქნება მათი გამარჯვება. ამიტომ არ უნდა მივცეთ აი ბიძინას რეჟიმს გამარჯვების საშუალება და ეს არის მთავარი მიზანი, რატომ უნდა გამოხვიდეთ, ხო? აი რატომ უნდა გამოვიდე გარეთ? კი, აი ეს არის მიზანი, რომ არ მივცეთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს გამარჯვების საშუალება და კვლავ ჩვენი სახეები, ჩვენი გაბრაზებული სახეები დავანახოთ ამ ხალხს და იცოდნენ. ყველა სახეები იცოდნენ, ვინცაც არ უნდა, რომ აი ბიძინა ივანიშვილი და კობახიძე მართავდეს ამ ქვეყანას როგორც რაღაც თავის იმას, ხო? რაც შეეხება ხო ამ 1 წლიანი ბრძოლის პატარა მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, ხო? დღეს სანამ მოვიდოდი ხა ეთერში, ზურა ჯაფარიძის წერილი წავიკითხე, ძალიან კარგად უწერია, აი რას წავიკითხე მეც მაყურებელს. აი რას ნიშნავს და რას ცდილობს აი მათი ქმედებები რა არის, ხო? ეს არის შიშით ერთადერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც, ხო? ცხოველები იქნებიან, ხო, თავიანთი ინსტინქტები აქვთ და ადამიანია ერთადერთი არსება, რომელსაც შეუძლია შიშის დაძლევა. აი ამ პროცესში ვართ ყოველთვის ამ 1 წლის განმავლობაში, რომ ჩვენ მუდმივად ამ შიშის დაძლევის პროცესში ვართ, ყოველთვის რაღაც ხდება, რაც გვაშინებს, რაც გვასუსტებს შეიძლება, თუმცა მაინც ცდილობთ და მაინც გამოგვდის საბოლოო ჯამში შიშის დაძლევა და ამ ძალების მოკრება. და ეს იქნება მთავარი, ხო? მე რომ დამიჭირეს თქვა და გამოვედი გარეთ, ხო, პირველი წელში დავწერე ეს, რომ გამოვარ და უფრო მეტი ვიხმაუროთ მეთქი და აგერ გუშინ მარში ჩავატარეთ, ძალიან კარგად ჩაიარა. უბრალოდ იმის გამო ჩაიარა, რომ მე რაღაცები ვისწავლე თქვა წიანდაკავებიდან. წიანდაკავებიდან ვისწავლე, მეტი სიფრთხილე გჭირდება, რომ მაქსიმალურად ეს ერთმანეთთან ჭირდოდ ვიყოთ, კარგად ვიყოთ. ახლა ჩემი მეგობრები 1-5 კაცი დამყობა და პოლიცია რომ მოსულიყო, ვერავინ ვერ წამიყვანდა და იქიდან დარწმუნებული ვარ. აი ცადო როცა უნდა და როცა ჩემი მეგობრები იქ არიან, ვერავინ ვერ წამიყვანს, დარწმუნებული ვარ. ხო და აი ეს არის მთავარი რაც ვისწავლეთ ამ 1 წლის განმავლობაში და მათ შორის აი ჩვენი გამოცდილებებიდან გამომდინარე. და ეს არის რითიც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. ეს არის სიფრთხილე, გამჭრიახობა, როცა რაღაცას გვეუბნებიან, პოლიცია იქნება, რეჟიმი იქნება, ყოველთვის რაღაც გზავნილს გვიგზავნიან, ხო? რომ რაღაცა არ გააკეთო, რუსთაველი არ გადაკეთო. ხო, წავედით და ვიწრო ქუჩებში დავიწყეთ სიარული, ხო? ეხლა გვიკრძალავენ ამას, რომ ეს აღარ გააკეთოთ. იმას გადასასვლელებსაც კეთოს, არ დახვიდე მეორე მხარე. ეხლა ის ქვეშა გადასასვლელების ზებრები, ეს ამათი ბრძოლა გაგრძელდება 28-მდე, 28-ში რომ დაინახავენ, რომ კიდე იმდენი ხალხი გამოდის, ამდენიც გამოვიდა წინა წელს. აი ეს რაღაცა პატარა ჩაბღაუჭებაც, რომ აი რაღაც ძალიან დიდ გულზე რო არიან, ეხლა ყოველდღე ადამიანებს იჭერენ, აქ მორჩება, ეს გადაწყდება, ეს პატარა მომენტი რაც არის. და მე ეს მიზანი მაქვს 28-ში. ეს მინდა რომ მოხდეს 28-ში და აუცილებლად, ხო, ყველა ადამიანს კიდევ ერთხელ მე ეს ეთერში არ ვიძახი ამას მარტო ჩემს ახლობლოში მეგობრებში ყველას ვეუბნები, რომ წამოდით, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი. მე მგონია რომ საქართველოში აი რაღაც გამოცდილებამ რაც ქონდა ჩვენ ბოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნა ის თაობა, შეიქმნა ის ხალხი, რომელიც საბოლოო ჯამში არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთი გახდეს საქართველო და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ საქართველო არ განახლდება. კი, ზუსტად ეს არის და ელენეს პოსტიც მახსენდება და ეს ასია ნამდვილად, რომ დიქტატურა მყარდება მასში, როცა ამას ეგუება მოქალაქეები და ამ ქვეყანაში მოქალაქეები ამას არასოდეს არ შეეგუებიან, ასე რომ ვერ დაამყარებს ბიძინა ივანიშვილი. ფრინველებს საგაუხსნა იქ გადახურული რო ქონდა ტყე შემოყობილი და გაფრინდნენ ის გნოლები და რაღაცები და ეთყობა ესეც უნდა გაფრინდეს ცოტა ხანში. ეხლა მაგას როგორ შეიძლებოდა? ხო და მე ვფიქრობ რომ გაფრინდება რა ეს. კი ბატონო. მე ნახოს კობახიძემ და იმან კალაძემ. გაფრინდეს, იფრინოს. იფრინოს და